დიახ, ევროპის დრონების ტექნოლოგია მსოფლიო კლასისაა და დრონების ყველაზე ძლიერი სპეციალისტებით ბალტიისპირეთის რესპუბლიკები გამოირჩევიან. მაინც რა არის ასეთი წარმატების მიზეზი? ამის გარკვევას აქ, ლატვიაში შევეცდები. შუაღამისას გავემგზავრეთ. ესტონეთიდან ლატვიამდე მანქანით 6 საათის გზაა. მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწია კომპანია DeepSec Intel-ის გუნდმა ლატვიის შეიარაღებული ძალების დრონების გამოსაცდელ საიდუმლო მოედანს. ამ სტარტაპმა შექმნა რადარის სისტემა, რომელსაც ნებისმიერი დრონის აღმოჩენა შეუძლია. კომპანიამ ამ გამოგონებისთვის ცოტა ხნის წინ პარიზში გამართულ მილიპოლის სამხედრო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზრობაზე ინოვაციებისთვის დაწესებული ჯილდოც კი მიიღო. კომპანია DeepSec Intel-ის ხელმძღვანელი იაან უსტამი ევროკავშირის გარე საზღვარზე დრონების თავდაცვითი კედლის შექმნის იდეითაც კი გამოვიდა. დრონების კედელი იმისთვის არის საჭირო, რომ სასაზღვრო სივრცეში დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონები აღმოაჩინოს. ეს არის მრავალშრიანი სისტემა დეტექტორი, რომელიც სხვადასხვა ტიპის დამჭერი დრონისგან შედგება. ეს არის მინიმუმში ჩადგმული ქსელური პლატფორმა და ამ პლატფორმას ახლა ვქმნით ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში. ეს სისტემა სახელწოდებით Blaze თავდამსხმელ დრონებს ანადგურებს. წვრთნის დროს მოდელირებულ მფრინავ აპარატს იყენებენ. ლატვია დრონების საერთაშორისო კოალიციის კოორდინაციას ხელმძღვანელობს, რომელიც ევროპის თავდაცვის პოტენციალის გაუმჯობესებას ემსახურება. თუ მტერი დრონს გამოგზავნის, ის აქ აღმოსავლეთის საზღვართან უნდა შევაჩეროთ და არა სადღაც პარიზსა თუ ბერლინში. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, არ შეგვიძლია ათასობით საარტილერიო დანადგარისა და ტანკის შეძენა, მაგრამ შეგვიძლია ათასობით ისეთი დრონის წარმოება, რომლებითაც ჩვენს ქვეყანას დავიცავთ. რიგაში აკრის კიპურს უნდა შევხვდე. Origin Robotics-ის დამფუძნებელს. ეს კომპანია ლატვიაში საბრძოლო დრონების მოწინავე მწარმოებელია. მოხარული ვარ რომ შეგხვდით. მოდი, წავიდეთ. მინდა ყველაფერი გავიგო ლატვიური დრონების შესახებ. ძალიან ბევრს მოგზაურობთ, არა? დიახასია, ძალიან კარგად მიდის ჩვენი პროდუქტის შემაკავებელი დრონის საქმე ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, პოლონეთსა და იტალიაშიც კი. თქვენ სრულიად ახალი სისტემა შექმნით. მაინც როგორ მუშაობს? დიახ, ეს არის შემაკავებელი დრონი. ის დაკავშირებულია რადართან და შემდეგ სამიზნესთან ახლოს აფეთქებს თავის ქობინს. ის ხელოვნური ინტელექტის კომპონენტსაც მოიცავს. ასე არ არის? ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ მოდელებს იმისთვის ვიყენებთ, რომ ჰაერში დრონი იპოვონ. ამ სისტემის ნამდვილი საიდუმლო მის პროგრამულ უზრუნველყოფაში დევს. აქ კადრების გადაღების ნებართვის მიღება ადვილი არ იყო. როგორც წესი, სტუმრებს ამ კარიდან არ იღებენ, მაგრამ მენეჯერმა ევრონიუსისთვის გამონაკლისი დაუშვა. ჩვენ რეალურად სისტემის დაშლას ვაპირებთ. ეს ბიჭები კი ყველაზე საინტერესო საქმეს ასრულებენ. ისინი ცდილობენ იმდენად დაძაბონ სისტემა, რომ მისი ზოგიერთი ქვეკომპონენტი მოიშალოს. ლიეტუველ, ესტონელ და გერმანელ პარტნიორებთან ერთად Origin Robotics-მა და DeepSec Intel-მა ევროპაში შექმნეს დრონებით თავდაცვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში. ინგარს ეამაყება, რომ აქ მუშაობს. პირადად მე დრონები ძალიან მიყვარს. ტექნოლოგია ყოველთვის მიზიდავდა. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან აქ ძალიან სერიოზულ პროდუქტს ვამზადებთ. ეს სათამაშო არ არის. უკრაინისთვის გადადებული დრონები გადასაზიდად გამზადებულ ყუთებში აწვია. თათბირზე კომპანიის ხელმძღვანელი ახალ თანამშრომლებს დიდ ბონუსს პირდება. კომპანია მეორე საწარმოო ხაზის გახსნას აპირებს და სასტრაფოდ სჭირდება კვალიფიციური მუშახელი. 3 წლის წინ მხოლოდ 10 თანამშრომელი გვყავდა. ახლა 80 გვყავს. მალე სუმცირე 100-ზე წავალთ. ასე რომ კომპანია სწრაფად იზრდება. ლატვია ლიდერია თქვენი ტექნოლოგიის თვალსაზრისით. მაინც როგორ შეძლო ლატვიამ ასეთი კონკურენტუნარიანი გამხდარიყო? ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე ამ სფეროში 4 კომპანია გვქონდა. ეს ნამდვილად გვთავაზობს ისეთ საინჟინრო ბაზას, რომელიც გჭირდება. ევროპაში დრონების დამზადების კუთხით რამდენად შეგვიძლია შევეჯიბდოთ რუსეთს, ჩინეთს და ირანს? ყველაზე მოწინავე სისტემები ევროპაში იქნება. დასავლურ სამყაროში ჩვენ ნამდვილად ვართ მოწინავე და ძალიან მძლავრი სისტემების ჩემპიონები. როგორ უნდა იყო პირველი? როგორ უნდა მართო ინოვაცია, ან როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ საუკეთესოები ვიყოთ? რაც არ გამოადგება ევროპას, ეს ყოყმანია. გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა გადავწყვიტოთ ყიდვად და თანაც სწრაფად. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ცოტა ხნის წინ ვიზიტის დროს 4,5 მილიონი ევროს დაფინანსება ჩამოიტანა ევროპის თავდაცვის ფონდიდან. რუსეთის იარაღის მწარმოებლები ძალიან დიდი რაოდენობით აწარმოებენ შევდებ დრონებს. რამდენად მოახერხებს ევროპა, რომ თავდაცვითი დრონები დროულად აწარმოოს?
ევროპის ბაზარი დანაწევრებულია. ჩვენ მთელი ევროპის მასშტაბით გვიხდება ღირებული კომპანიების ზებნა და შემდეგ ყველანი უნდა ვენდოთ იმ კომპანიას, რომელსაც ყველაზე იმედისმომცემი ტექნოლოგია აქვს. ბიზნესის გაფართოებას მხოლოდ ასე ვახერხებთ. So that's the only way how to get to scale. მარტინსი დრონის შეკავებაზე ცდის ჩატარებას აპირებს. როდესაც დრონების დიდი ჯგუფი თავდასხმაზე გადმოვა, ლატვიურმა ბლეიზის სისტემამ უნდა გამოიცნოს თუ რომელს მოაქვს საბრძოლო მასალა და რომელს არა. რუსული შაჰიდის დრონები ძალიან სწრაფად დაფრინავენ, მაგრამ ბლეიზის სისტემა უფრო სწრაფია. თუ სისტემა უკვე მზადაა, მხოლოდ 1 წუთი გვინდა დამჭერი დრონის გასაშვებად. მაგრამ თუ სისტემა არ არის აწყობილი კარგ ოპერატორს, რომელიც იცნობს სისტემას, 5 წუთში შეუძლია მისი გამართვა. Bring everything up within 5 minutes. რიგაში დაბრუნების შემდეგ ვესაუბრე ილია ნევდიხს, Origin Robotics-ის თანადამფუძნებელსა და კომპანიის ტექნოლოგიურ გენიას. რადგან ახალ ბედები ვართ, შეგვიძლია შევცვალოთ თამაშის წესები. შეგვიძლია უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ, უფრო დიდ რისკზე წავიდეთ, ვიყოთ მოქნილი და სწრაფი, რასაც ვერ ახერხებენ დიდი კომპანიები. And this gives us flexibility and speed that larger companies are just lacking. გამომგონებელი მაჩვენებს ერთ-ერთ სათბორას, რომელსაც მონადირე დრონების სავარჯიშოდ იყენებს. ილიას საფრენი აპარატები ჯერ კიდევ ბავშვობიდან იტაცებდა. ჩემი პირველი თვითმფრინავი დედამ 5 წლის ასაკში მაჩუქა. მას შემდეგ ვთამაშობდი თვითმფრინავებით, ვაგებდი, ვშლიდი და საკუთარს ვქმნიდი. ახლაც უზომოდ მომწონს ყველანაირი საფრენი აპარატი. ყოველთვის ვოცნებობდი ფრენაზე და მინდოდა ნამდვილი პილოტი ყოფილიყავი. იქნებ ერთ დღეს ასეც მოხდეს. Flying and my dream was to become a real pilot. Maybe someday I will. ევროპაში შექმნილი დრონების ტექნოლოგიის წარმატების საიდუმლო ძალიან მარტივია. უნდა გქონდეს სამეწარმეო სული, გაბედო შექმნა სიახლე და კარგად ერკვეოდე ტექნოლოგიებში. დამღლელი საუმუშაო დღის შემდეგ სანაპიროზე ისევ აგრის შევხვდი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალგაზრდა სპორტსმენი იყო, მას სურდა ყოველთვის გამარჯვებული ყოფილიყო. აგრის მაიცის, რომ ამისთვის საჭიროა გქონდეს შეჯიბრების სურვილი და ყავდეს კარგი გუნდი. კიდევ აუცილებელია თამაშის სამართლიანი წესები და თავისუფლება. სამყაროს ამ ნაწილში ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს თუ რას ნიშნავს, როდესაც არ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ნოემბერში მთელმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის დღე ვიზეიმეთ. მინდა რომ ისევ ვაკეთო, რასაც ვაკეთებ. მინდა ჩემმა შვილებმა განაგრძონ ეს საქმე. მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს მისი ხალხი და თუ კი შემიძლია გავაკეთო რაღაც ისეთი, რაც ჩვენს სამხედრო პოტენციალს გაზრდის და გააძლიერებს. ასეც მოვიქცევი. I want to be part of it.